კვლავ დაძაბულია ვითარება უკრაინაში, ოდესაში 2 აფეთქება მოხდა. ადგილობრივების თქმით, აფეთქებებს შორის მცირე ინტერვალი იყო და მათი ხმა მთელს ქალაქში ისმოდა. წინასწარი მონაცემებით აფეთქებების შედეგად არავინ დაზარალდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი დონბასში სამხედრო მოქმედებების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. კონფლიქტის ზონაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკომ მარიუპოლის მახლობლად უკრაინული ჯარის მოწინავე პოზიციები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ჯარმა მოკლე დროში მნიშვნელოვნად газарда საკუთარი თავდაცვის უნარიანობა. Навколо Маріуполя, за словами Петра Порошенка, лінію оборони будує вся Україна. Вже готово 100 опорних пунктів. Мінські угоди. სამთვეში მოხდება უკრაინული ჯარის ბრძოლის უნარიანობის ამაღლება. მინსკის შეთანხმებების საჭიროა, რომ იყოს მშვიდობა, მაგრამ თუ მეორე მხარე მათ არ შეასრულებს, უკრაინული ჯარი მზადაა საკადრისი პასუხი გასცეს. Мінських угод.